გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში სასწავლო კურსი დასრულდა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად დაესწრო. გადამზადების კურსში ჩართული იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, რომლებმაც 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობით დატვირთული სასწავლო კურსი გაიარეს. აღნიშნული კურსი მათ თავდაცვითი უნარჩვევებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებაში დაეხმარებათ. შეხვედრა მიზნად ისახავდა თავდაცვითი განათლების მხარდაჭერას და აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეების წახალისებას, რომ მომავალში ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ეროვნული თავდაცვისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების პროცესში. სტუმრები უშუალოდ გაეცნენ სასწავლო გარემოს, მიიღეს მონაწილეობა მოხალისეების ყოველდღიურობაში და მოსწავლეებთან ერთად დააგემოვნეს მოხალისის სადილის მენიუც. მსგავსი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია დევნილი ახალგაზრდებისთვის, რადგან საბანაკე პროგრამაში ისინი ეუფლებიან თავდაცვითი და კრიზისების მართვის მიმართულებით საჭირო უნარებს, ასევე სახელმწიფოებრივი აზროვნების და ლიდერობის კუთხით უყალიბდებათ შესაბამისი უნარჩვევები, რაც ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. მე მინდა აფხაზეთის მთავრობის სახელით დიდი მადლობა გადაუხადო ვეტერანების სამსახურს მსგავსი ინიციატივისთვის და სამომავლოდ აქტიურად დაუჭერთ მხარს. დღეს აქვს პატივი გომბორის მოსამზადებელ ცენტრს მასპინძლობდეს იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახის წევრებს, ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს და ზუსტად ერთიათად დასაფასებელია ის, რომ დღეს გვეწვია აფხაზეთის მთავრობის მეთაური, რომელმაც უშუალოდ გაიარა სასწავლო პროცესი, გაიარა ის მიმართულება თუ რა გეგმით ხორციელდება მუშაობა ამ ახალგაზრდებთან. ეს პროექტი არ იქნებოდა განხორციელებული, რო არ იყოს სტრატეგიული ხედვა და თანადგომა და უშუალოდ ვალდებულება და პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობის მხრიდან. აქ არის ძალიან კარგი გარემო, ძალიან კარგად ვერთობი. ბევრ სტუდენტს და ბევრ სკოლის მოსწავლეს ურჩევ აქ მონაწილეობის მიღებას. ძალიან ბევრი აქტივობები არის ისეთი, რომელიც მოეწონებათ და მე ძალიან მომეწონა. მათ შორის ყველაზე მეტად მომეწონა იარაღის დაშლა, აწყობა, ასევე პირველად დიდი დახმარება როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აქაურ ორგანიზატორებს ამ გარემოს შექმნისთვის. მოხალისეთა ბანაკში ვარ პირველად და ჩემს მოლოდინებს ძალიან გადააჭარბა, იმიტომ რომ ბევრი ახალი ინფორმაცია და მეგობრები შევიძინე. ამ სფეროში ძალიან მომეწონა პირველად სამედიცინო დახმარება, რადგან ბევრი ახალი ინფორმაცია შევიძინე, რომელიც სამომავლოდ გამომადგება. შეგახსენებთ, რომ მოხალისეთა ორგანიზაცია ახალგაზრდები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და საქართველოს გენერალთა კლუბმა 2023 წლის აპრილში დააფუძნეს. დაარსებიდან დღემდე გომბორის მოსამზადებელ ცენტრში 2000-მდე სხვადასხვა ასაკის მოხალისე გადამზადდა.